სალიცილის მჟავის გამოყენების შემდეგ აუცილებელი არის თუ არა კანის დატენიანება. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ალბათ გულისხმობთ აქ სალიცილის მჟავის შემცველ შრატს. მოდი დავიწყოთ იქიდან რა არის სალიცილი, რისთვის ვიყენებთ მას. სალიცილი ეს არის ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ჩვენ ცხიმოვან ჯირკვლებზე და აიძულებთ მათ, რომ გამოიმუშაონ ნაკლები ცხიმი. შესაბამისად, ამის გამოყენების შედეგად ჩვენ კანზე უნდა იყოს ნაკლები ცხიმი. აი ზუსტად მაგ შემთხვევაში, როცა ჩვენ კანს აკლდება ცხიმი, მას მაქსიმალურად ჭირდება რა? ტენი. აუცილებლად სხვა შემთხვევაში თქვენ კანი გადაგიშრებათ. ამიტომაც ჩემო კარგებო, თუ ხმარობთ სალიცილის შრატებს, აუცილებლად ამის შემდეგ გამოიყენეთ ნებისმიერი დამატენიანებელი ჰიალურონის შემცველი საცხი. აბა ჩემო კარგებო, როგორც ყოველთვის საუკეთესო არჩევას გისურვებთ.